რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ეტაპობრივად იკრიბებიან, აქ მოქალაქეები ემზადებიან იმისთვის, რომ გაგრელ პენსიონერ აზა ჩილაჩავას დახვდნენ, რომელიც რამდენიმე საათში დატოვებს უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს და როგორც მისი განცხადებიდან გახდა ცნობილი, დაკავების მიუხედავად დღესაც გაგრელი აზა კვლავ მოვა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე და მის კუთვნილ ადგილს დაიკავებს. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ პენსიონერის დაკავება მისი თაობის ხალხი გამოიყვანა დღეს ქუჩაში. აქ მოსული ადამიანები ამბობენ, რომ ასეთი რამ არ ახსენდებათ მთელი ამ ისტორიის განმავლობაში, რომ საპატრულო პოლიციის ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს დაეკავებინოთ მოხუცი და ის გადაეყვანოთ წინასწარი მოთავსების იზოლატორში. შესაბამისად ფიქრობენ, რომ ქართულმა ოცნებამ ყველა ასაკის ადამიანზე რეპრესიული კანონები ამოქმედა, სწორედ ამიტომ მოქალაქეების პოზიცია არის ერთიანი, რომ ისინი დაკავებების და დიდი რეპრესიების მიუხედავად კვლავ იქნებიან დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე და მათი მთავარი სათქმელი კვლავ იქნება ის, რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმური ხელისუფლება. მე წლები ვიყავი საჯარო მოხელე, 11 წელი ვიყავი საჯარო მოხელე და ბოლო რეპრესიებში მოვყევი. მეც შესაბამისად მე მიჩვეული ვარ საქართველოსთვის შრომას და სულ ხუმრობ ხოლმე საღამოს როცა მოვდივარ, ვამბობ რომ სამსახურში მივდივარ თქო. ალბათ ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ ამას აღვიქვავთ ხალხის სამსახურად და ნამდვილად არ დავიღლებით არასდროს. აქ ახლა მაწერია 71 წლის ხალის სახელი აზა, რომელიც არალეგიტიმურმა მთავრობამ დაატყვევა და ერთი დღით ძალიან ბევრი შეიძლება ვიღაცისთვის არ არის, მაგრამ ის ერთი დღე აზასთვის ძალიან ბევრია თავისუფლების მოყვარული ქალისთვის და აუცილებლად აზას საქართველო გადარჩება. შემიძლია გადაუცე რუს კოცებს, აუცილებლად გადარჩება აზას თავისუფალი საქართველო. საერთოდ ყველას ვარი გადალახა ქართულმა ოცნებამ და ეს დაიწყო 28 ნოემბერს. აგერ წელიწადი სრულდება. არც არავის დაფინანსებულები ჩვენ არ ვართ, არც მიერეკებიან თავიანთ ამომრჩეულ ზოგს შიშით და ზოგს ნებით და ზოგს ტყუილებით. აი ისე დანარჩენ საქართველოს თავისუფალს და დემოკრატიულს კოცები ვერასოდეს ვერ დაამონებენ. უბრალოდ მინდა ერთი რამე ოცნების პრეზიდენტს ვთხოვო, რომ აი ვინც მოღალატეა და ვინც სამშობლოს მოღალატე არის და რადიკალი, აი დააგინოს ვინ არის სამშობლოს მოღალატე, დაგინება ეხერხება კარგად. დააგინოს დედა ვინც სამშობლოს მოღალატეა. რეპრესიების შემდეგ საჯარო მოხელეები, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლდნენ, აქვთ ახალი სამსახური და მათი განმარტებით ეს არის დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, ამბობენ, რომ ისინი ყოველდღიურად გამოდიან იმისთვის, რომ იყვნენ ქვეყნის სამსახურში და ამბობენ, რომ ამ პროტესტს არ გააჩერებენ. დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ახლა უკვე ელოდებიან აზა ჩილაჩავას, რომელიც სავარაუდოდ უკვე რამდენიმე საათში გამოჩნდება დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე და უცვლელ პროტესტს შეუერთდება.